34, 35. თქვენ საძებნელად მოვდივარ. პეჭას ხედავ? ბორიასაც. აი, ფედя, თვითონ გამოჩნდა. ეს უსამართლობაა, რომ არ დამეცემინებინა ვერასდროს ვერ მიპოვიდი. 1 წლის შემდეგაც კი. კარგი რა, როცა მე ვეძებ, პირველ რიგში ხეებს ვუყურებ. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეზოში დასამალი ადგილი არ არის. აი, ტყეში ადვილად დავიმალებოდი. დეიდან ორა გვიგრძელავს ტყეში სიარულსა, გავაგრძელოთ თამაში. ფედя, ახლა შენი ხუჭები. 1, 2, 3, 4, 5. არ მესმის, სად წავიდა? იქნებ ტყეში წავიდა. გახსოვს, გვითხრა რომ იქ ვერავინ ვერ იპოვის. მე ვიპოვი, თანაც ადვილად. ბორია, გინდა რომ მარტო მოძებნო? ის ჩემი ძმა, ამიტომ მე უნდა მოვძებნო. მიშველეთ, დამეხმარეთ. ფედя? ბორია, მარტო არ უნდა გაგვეშვა, ახლა რა გავაკეთოთ? მე ვიცი, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. შესანიშნავი კადრია. თქვენი დახმარება გჭირდება, ჩვენს მეგობრებს ტყეში გზააებნათ. პანიკას ნუაყვებით? აუ, ზერი დასახმარებლად ვიფრინავს. არ ვიცოდი, რომ ტყე ასეთი დიდია, დავიღალე. შია. ყველა შია და სტყურია. საინტერესოა, ოდესმე გვიპოვიან თუ არა. ვიპოვე, მაგრამ მათთან მისვლა ადვილი არ იქნება. ერთ მხარეს ჭაობია, მეორე მხარეს კი უფსკრული. უფსკრულზე გადავიდეთ. ვაუ, რამხელა უფსკრულია. ახლა რა გავაკეთოთ? შენ ამბობ, რომ შეუძლებელი არაფერია. მაშინ როგორ გადავიდეთ? წაქცეულხეს ხედავ, მისგან ხიდს გავაკეთებ და მეორე მხარეს გადავალთ. ტურბოზავრებო, წინ! თორ, მიწადადგებნა იმ ადგილას, სადაც ხიდს გავაკეთებთ. ანკი, შენ ხეს აიღებ და ტრაქს მისცემ. შენ კი ხე უფსკრულის მეორე მხარეს გადააგდე. ეს დილის ვარჯიშის ბრალია. ახლა როგორ გადავალთ? იდეა მაქვს. იქნებ სრულყოფილი ხიდი ავაშენოთ. აი ასეთი. ბევრად უკეთესი იქნება ხიდი ხიმინჯებზე. ხიდი ხიმინჯებზე. ფანტასტიკა. ზერი დედო, ხიდისთვის ხეები მოძებნეთ, პულ, შენის ხეები აქ მოიტანეთ ორ. ახლა უფრო დიდი მოედანი დაგჭირდება. იქნებ ხიმინჯები მაგრად არ არის ჩარჭობილი. ახლავე გავამაგრებ. ფიცრები გჭირდება დასაფენად. ანკი, მორები ტრაქს გადაეცი. ის მათ ფიცრებად დაჭრის, შემდეგ ხიმინჯებზე დააწყობს. არ გააღვიძო. იდეა მაქვს, მაგრამ ამისათვის ყველგან მავალი დაგჭირდება.
სად არიან ბიჭები? უკვე გვიანია. სად დაიკარგნენ? ჩემი ბიჭები არ არიან. არი ნერვიულად, ახუჭობანას ვთამაშობდით, დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, წამოდით. ბეჯა, ბორა, მიწაზე წოლა არ შეიძლება გაცივდებით. ჭაობი სად არის? საშიში ტყე სად არის? დაგესისმრათ, წამოდით. ღვეზელები მზად არის, მეგობრებით დაპატიჟეთ. მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება? ო 15, 16, 17? გაჯა, საბავშვო ქალაქში წავიდეთ. იქნებ ახალი საქანელები დააყენეს. არა მგონია. დიდი ხანია იქ არ ყოფილვართ. წავიდეთ. მიდი. კარგია. ხედავ? დაკეტილია. ესე ჩენი ახალი საქანელები, პეჭა. მიდი. ქვიშა, კარგია. საქანელები. ჩვენ კი უკვე დიდები ვართ, მაგრამ პატარები სად ითამაშებენ? პეჭა, როგორ მე უნდა დავეხმაროთ? რამეს მოვიფიქრებთ? როგორ შეიძლება რაღაც გზის გამო საბავშვო ქალაქის დაკეტვა? ბავშვებმა სად უნდა ისეირნონ? ვიღაცებს უნდა დავუკავშირდეთ. მართალი ხარ. პულ, სერ, პეჭა ვარ. ჩემი გესმით, მიღება? უცნაურია, თითქოს რაციის გამოყენება ვასწავლე. მოდი მე ვცდი. თორ, ტრაკ. თქვენი ხმა გაგვაგონეთ. მაბადე, მაგრამ დღეს შენი დღე არ არის ანკი. კიდევ მოვიგებ. რაცია არავის არ დაგინახავთ? ტოძე ეკიდა. პულ, ანკი, თქვენი დახმარება გვჭირდება. დილა მშვიდობისა. ლაპარაკობს ბული. როგორ გესმით ჩემი მიღება? როგორც იქნა, ბულ. სასწრაფოდ მოდით, თქვენი დახმარება გვჭირდება. თურბოზავრებო, წინ! რთული ამოცანა, მაგრამ ყველანაირი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. მოდი ყველაფერი დავმარხოთ. ბულდოზერები, ექსკავატორები. იყო და აღარ იქნება. იდეა მაქვს. ჩვენ ავაშენებთ გვირაბს. გვირაბს? კი, მაგრამ როგორ? აი ასე. ანკი და ტრაკი სათამაშო კონსტრუქციებს აი აქ გადმოიტანენ. პული და თორი ტრანშეას გათხრიან. ზემოდან ტრაკი ბეტონის გადახურვას დააყენებს. შემდეგ კი ტრაკი და ანკი ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებენ. მე რა გავაკეთო? დო, ფარებით სამშენებლო მოედანს გაანათებ. ჩემი ფარნის შუქი საკმარისი არ იქნება. მაშინ საქმეს მივხედოთ. თურბოზავრებო, წინ!
ტრაკ, დღეს ნამდვილი სუპერგმირი ხარ. ეს საწავიღოთ. ერთი იდეა მაქვს. ანკი, თორ, ტრაკ, საქმეს მივხედოთ. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ვაშა! ცოტა ჩუმად. დაბრუნების დროა. წუხელმშენებელთა უცნობმა ბრიგადამ საბავშვო ქალაქის ქვემოთ გვირაბი გაიყვანა. პულ შენ ხარ? მოისმინე? ყველაფერი მაღალ პროფესიულად გაკეთდა და რაც მთავარია, საბავშვო ქალაქი არ დაზიანებულა. ხომართლა, ის ბევრად უკეთესი გახდა. დიდი მადლობა, უცნობო მეგობრებო. ვაშა! ვაშა! შეხედე. მონეტა. ჩვენი ხომ არ არის? ჯობია ადგილზე დავაბრუნოთ. როგორი პოვის პატრონი ასეთ ბარდებში? მას დავასკანერებ და პატრონს ანაბეჭდებით ვიპოვით. სკანირება? ანალიზი? ანაბეჭდები აღმოჩენილი არ არის. ნაპოვნის სავარაუდო ასაკი 300 წელიწადი? ვაშა, უძველესი მონეტა ვიპოვეთ. მოდით კიდევ მოვძებნოთ. იქნებ მთელი განძი ვიპოვოთ. განძი! მოკლედ განძი მაინც ვერ ვიპოვეთ. ვერ დაგეთანხმებით, ყველა ეს ნივთი ძალიან ძველი, ამიტომ ფასეულია. დიდი ხნის წინ იქ სოფელი იყო. შესაძლებელია, რომ განძიც იყოს. ვინ იცის, მაგრამ ამას სპეციალისტებმა უნდა მიხედონ. ნაცნობი არქეოლოგები მყავს. დაურეკავ და გათხრებს დაიწყებენ. მათ გარეშე გათხრა არ შეიძლება? ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რომ ძველი ნივთები არ დაზიანდეს. ნეტო მალე ჩამოვიდნენ არქეოლოგები. ისინი როდის ჩამოვლენ? წამოდი კაჭა. სად? როგორ თუ სად? გათხაროთ. ფრთხილად. ოღონდ გოლი არ გაიტანოს, ოღონდ გოლი არ გაიტანოს. რა? ბრავო! მეგობრებო, სასწრაფოდ გჭირდება თქვენი დახმარება. გათხრები უნდა დავიწყოთ. მურც რა ვუყოთ? მერე ვიპოვით ტრაკ. თავარია ბაზის დამალვა არ დაგვავიწყდეს. არაფერი არ ჩანს. დო, აქ დადექი თუ შეიძლება. შუქი? კარგია, მაგრამ მაინც ბნელა. ანკი? შესანიშნავია. გეგმა ასეთია, თორი ზედაშრეს მოაშორებს, ბოლე მიწას გაიტანს. ზარი დაწრულებით ფოტო ანგარიშს მოამზადებს. მე? შენ ტრაკ, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო გაქვს შესასრულებელი. მაგრამ ხატვა არ ვიცი. ეს მტრის მოსაშორებლადაა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ, რომ არაფერი არ დავაზიანოთ. მზად ხართ? კი. ტურბოზავრებო წინ!
ოპოვე. რა არის? მიდი დაუჩქარე. ვაშა. განძი. ახლა გავიგებ შიგნით რა არის. ციგნი? მეტი არაფერი? ტყუილად ვიმუშავეთ? ტყუილად არ გვემუშავია. ძველ წიგნებში წარსულის შესახებ ფასეული ინფორმაცია ინახება. წიგნი ბებიას უნდა წავუღოთ. ის კი ნაცნობ არქეოლოგებს გადასცემს. ბებია, რა იყო იმ წიგნში? ახლავე მოგიყვებით. ოღონდ ჯერ ნამცხვარი გასინჯეთ. საოცარი გემო აქვს. ადრე ასეთ გემრიელ ნამცხვარს რატომ არ აწყობდი? ადრე რეცეპტი არ მქონდა. ასეთი რა რეცეპტია? ძალიან ძველი რეცეპტია. ასეთ ნამცხვარს ჩვენი დიდი ბებიები და დიდი ბაბუები მიირთმევდნენ. შენ როგორ გაიგეს რეცეპტი? ერთ ძალიან ძველ კულინარიულ წიგნში წავიკითხე. აი თურმე რა წიგნი იყო? მართლაც ნამდვილი განძი აღმოჩნდა. მეშასე. შოკოლადის, მარწყვის, ვანილის. ზერ, მარტო შენთვის ბევრი ხომ არ იქნება ამდენი ნაყინი? არა, და საერთოდ პატარა ულოფებია. კარგი, დამითანხმე. გექნება ნაყინი. სულაც არ არის პატარა ულუფები. ყელი რომ აქტივდეს. არაფერიც არ ამკივდება. ამ ქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი პტერადაქტილი ვარ. კარგი, ჩვენ ნაყინის მოსატანად წავალთ. აქ დაგველოდე. თორემ ვინ იცის, შეიძლება ადამიანებმა შეამჩნიონ. რომ დრონს ნაყინი უყვარს? კარგი, თანახმა ვარ. აქ დაგელოდებით. ოღონდ იჩქარეთ. ბანანის ნაყინის წამომიღეთ. ეს რა ხდება? თუ გახდება, შენი ბრალი იქნება. კარგი რა, ნელა შეჭამს და არ გაცივდება. მოიცადე, სად არის? ზერ! სტრესი მაქვს. ახლა ხან დავინახე, რომ ნაპირის ნაწილი მდინარეში ჩავარდა. ტობი კი გადავარჩინე. გემირული საქციელი ჩავიდინე. ხომ არ გვატყუებ? რატომ უნდა მოგატყუოთ? სოფლიოში ყველაზე მართალი პტერადაქტილი ვარ. გამომყევით, ყველაფერს გაჩვენებთ. რა საშინელება? ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მაგრამ რა გავაკეთოთ? ფერდობი გავასწოროთ და გავამაგროთ. აი, სპეციალური ეკობლოკები არსებობს ნაპირების გასამაგრებლად. შეგვიძლია ჩვენი პრინტერით დავბეჭდოთ. ხომ ასე ზერ? რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბეჭა, პრობლემა გვაქვს. ნაპირს კი გავამაგრებთ, მაგრამ აქ ხომ მცენარეებია. ბლოკებს თუ დავდებთ, დაიღუპებიან. ესე იგი სხვაგან უნდა გადავრგათ. და სანაპიროს რომ გავამაგრებთ, შესანიშნავი ადგილი გამოვა გასეირნებისთვის. არაჩვეულებრივი გეგმაა, ბედია. ბლოკებს დავბეჭდავთ, მე კი ადგილამდე მივიტან. შენ მცენარეებს გადარგავ. თორი ფერდობს გაასწორებს, ანკი კი მას გაამაგრებს. ტრაკ, შენ ბლოკებს ჩემზე დატვირთავ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ შემოღობაა საჭირო, აი, ასე. ტრაქ შენ აქ დარჩები. ბაზაა დასამალი.
ისევ გამოვტოვებ ყველაზე საინტერესოს. აი, კიდევ ერთია. ხო, ახლავე. დო, ყველა მცენარე გადაარჩინეთ? არი ნერვიულო, თორ ყველაფერი კარგადაა. მაშინ დავიწყოთ. ანკი გაასწორე? კიდევ გაასწორე? აი, ისევ მიწევს ყველაზე მეტი მუშაობა. ყველაზე მეტი. რა სილამაზეა? არა ბულ? კარგად ვიმუშავეთ. მე მგონი ყველამ დავიმსახურეთ ჯილდო. მე მგონი ვიცი, რას მოითხოვს. მე მგონი მეც ვიცი. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო ვიდრე აი აქ სანაპიროზე ჯდომა და დაისიც თკბობა. ჰა, აი ასე უყურებ ამ სილამაზეს. ჭამნახინს და ასეთი სასაცილო რა ვთქვი? მე ხომ სილამაზეზე ვზრუნავ. შესანიშნავად გამოიყურები. არა, ეს ყვავილები არ მიხდება. რამე უფრო ნათელია საჭირო. რამე უფრო გემრიელი? ლამაზი. იციდო, ყვავილების უმრავლესობა უკვე დაჭკნა. აი, ასე ხდება ყოველთვის. დღე დიდია, რამეს აუცილებლად ვიპოვით. ზერ, თორ, ანკი, მოდი დოს ყვავილები მოუძებნოთ. მეჯერ არ მისაუზმია, არც მისადილია და არც მივახშმია. თორ, საუზმის წინ გასეირნება ძალიან სასარგებლოა. შეხედე, რა ლამაზი ყვავილია. სათმენი ხარ? სასარგებლო გასეირნება უკვე გქონდა. ახლა საუზმის დროა. თორ, რა მოგივიდა? რელს ფეხი წამოუკარი. რომელ რელს რას ამბობ დღეში ვართ? რელსები რკინიგზაზეა. აქ საიდან დაინახე რკინიგზა? რკინიგზა არ დამინახავს. მაგრამ არის. რომელიმე კუნძ სამოგრავი ფეხს და რელსი გეგონებოდა. აქ მსგავსი არაფერია, მხოლოდ გამხმარი ფოთლები. ხომ გითხარი? ეს შეუძლებელია. თუ შესაძლებელია. წარმოუდგენელია. სენსაცია! ძველი სარკინიგზოლიან და გივიპოვეთ. და ურთქლმავალი. ნამდვილია? მასზე მგზავრობა შეიძლება? ოდესღაც შეიძლებოდა. ახლა ალბათ დაჟანგებულია. რა ლამაზია. კარგი იქნებოდა მისი შეკეთება. დო, ეს ალბათ შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია. ძრავის გათანამედროვება შეიძლება. მერე? რელსებს წრეზე დავდებ და საკუთარი ატრაქციონი გვექნება. წრიული რკინიგზა. ზერ, ის მხარე დაასკანერე და გეტყვის შემდეგ რა გავაკეთოთ. ერთი წუთით? ჩვენ დაგჭირდება შპალები, რელსები, სიმაფორი და ძრავი. პრინტერზე დავბეჭდოთ. ბულ, შენ მათ ადგილამდე მიიტან. თორი და ანკი წაქცეულ ხეებს გაიტანენ, რომ ხელი არ შეგვიშალონ. ტრაკი ძრავს დააყენებს, შემდეგ კი რელსებსა და შპალებს დადებს. მე კი მცენარეებს გადავრგავ, რომ არ დავაზიანოთ.
ტურბოზავრებო, წინ! რკინი გზა მზად არის. ახლა მატარებელი უნდა მოვაწესრიგოთ. შესანიშნავად ვიმუშავეთ. ხვალ ჩვენი მატარებელი პირველ რეისში ასრულებს. მე მანქანე ვინ იქნება? მე მანქანე, მე ვიქნები. ქუდი მჭირდება? ოღონდ მითხარით? რა გამოვქაჩო და რას დავაჭირო? ზერ, მე მანქანე რომ გახდე, ჯერ უნდა ისწავლო. აღიარეთ, ვინ სწავლობდა მე მანქანეობას? გილოცავთ, ჩვენი მატარებელი ვერ სადაც ვერ წავა. არი ნერვიულოთ, მატარებელი ზუსტი განრიგით გაემგზავრება. ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ ყველაფერს. ოდესღაც ასეთ ორთქლმავალზე ვიწყებდი მუშაობას მანქანის დამხმარეთ. რამდენი მოგონება მაქვს? კარგი, დროა გავემგზავროთ. წინ ჩემო დამხმარებ. არ ვიცოდი რომ სტეპან პეტროვიჩი ადრე მე მანქანით მუშაობდა. ჩემთვის მოუყოლია, ამბობდა რომ სამსახური ენატრება. ყველაფერი გადავიღე. მესამედ ვუყურებთ. რა ლამაზი ყვავილებია. ეს სტეპან პეტროვიჩმა თავის ბაღში მოიყვანა და მე მაჩუქა. ჩვენ კი ვიფიქრეთ რომ შენ ძალიან მოგიხდება. გამარჯობა, რას აკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინო დასასრულს მიუახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაპატიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე. გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა, ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე
აღარ წვეთავს. ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ. ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეა. ტრაკ მიღება. ტრაკ მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყოვნება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი, ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? რა მოწყენილობა. მოწყენილობა. პეპლებს როგორ უმართლებთ, სადაც უნდათ იქ მიფრინავენ. მაგალითად ქალაქში. ქალაქი ძალიან საინტერესოა. იქ სახლებია, მანქანები. აქ დღეში კი არაფერი არ არის. იქნებ გავისეირნოთ თორ. ქალაქში საშიში არ არის? რატომ უნდა იყოს საშიში? შუქნის შანზე თუ წითელი შუქია, უნდა გაჩერდეთ თუ მწვანეა, გზას გააგრძელებ. ტურბოზავრებო, წინ! ეს ახალი მოდელებია? როგორი მუხლუხებია. როგორი ციცხვებია. ბულს უნდა მოვუყვეთ. დილიდან არავის არ დაუნახავს ისინი? არავის, გაქრნენ. მთელ დღეს შემოვუფრინე. ჩვენს დღეში თუ არ არიან, ესე იგი? ქალაქში არიან. შეუძლებელია. სავსებით შესაძლებელია. თორი გამოთმებით იმას ამბობს, რომ ხიარულებაა ქალაქში. ზერ, გავიგე, სოფლიოში საუკეთესო მზვერავს ყველაფერი უსიტყვოდ ესმის.
იპოვე? იქ მშენებლობა. თორი და ანკი მშენებლობაზე მუშაობენ. მათ კაბინებში ადამიანების ხედან. რა უცნაურია? მე მგონი მივხვდი რაც მოხდა. ნამდვილ სამშენებლო ტექნიკაში შეეშალათ და მშენებლობაზე წაიყვანეს. უნდა დავეხმაროთ. ხო, მაგრამ სახამომდე უნდა მოვიცადოთ. ქალაქში არავინ არ იქნება და დილამდე სამუშაოებსაც შეეჩერებენ. ტურბოზავრებო წინ! ოჰო, რა კარგად გწოდნია თვალის ჩაკვრა. მეც მინდა ასე შემეძლოს. რომ დაბრუნდებით გასწავლი. ჰეი, ალო, გაღვიძების დროა. ზერ, შემაშინე. თქვენ შეგვაშინეთ, როგორ არ გწხვენიათ? უბრალოდ ქალაქის დათვალიერება გვინდოდა. კაჭა. და ისე მოხდა რომ ხვდებით რაც მოხდა. მაგრამ რატომ არ დაბრუნდით? არ შეგვიძლია. კი, მაგრამ რატომ? მშენებლობა უნდა დავასრულოთ. მშენებლები ამბობდნენ რომ დანიშნულ ვადამდე ვერ ასწრებენ დასრულებას. და ბავშვები ბაღის გარეშე დარჩებიან. იდეა მაქვს. სამუშაო ბევრია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ანკი, შენ პანელებს ბულზე დატვირთავ ბულ, შენ მათ ფუნდამენტთან ახლოს მიიტან. ტრაკ, შენ პანელებს ადგილებზე დააყენებ. თორი მიწას გაასწორებს. ზერი და დო, გზას ადევნებენ თვალყურს და ვინმე თუ გამოჩნდება ნიშანს მოგცემენ. ტურბოზავრებო წინ! შესანიშნავია. აკარია, სახურავი დარჩა. ჰო, აქსლერის გარეშე ვერ გავუმკლავდებით. გეთანხმები, მე შეუცვლელი ვარ. ტრაქს დაეხმარე სახურავი გაასწოროს. მარცხნივ, მარჯვნივ, წინ, უკან. შესანიშნავი ნამუშევარია, მეგობრებო. აერას ნიშნავს, როცა ერთად და მხიარულად აკეთებს საქმეს. კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ თორი და ანკი არასწორად მოიქცნენ. გაიქცნენ და არავის არ უთხრეს. პატარა ბავშვები ვით არიან. ასე აღარ მოვიქცევით. ასე აღარ მოვიქცევით. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. ჩვენ თევს დავიჭერთ. ბებია კი წვნიანს მოამზადებს. პირადად მე ორ თევს შევჭამ. ჯერ დაიჭირე. დავიჭერ. შენზე მეც მაინც დავიჭერ. ამასაც ვნახავთ. როგორ არ ცხენიათ? აქაურობა დააბინძურეს და არ დაასუფთავეს. ძალიან ცუდია. მოდი სხვა ადგილი მოვძებნოთ. არა, ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მე და შენ უნდა დავასუფთავოთ გარემო. რა გარემო? აქ იმდენი ნაგავია, პარასკევამდე ვერ დავალაგებთ. ვიცი, ვინ დაგვეხმარება. გამარჯობა. როგორც ჩანს, სათევზაოდ იყავით, მაგრამ თევს ვერ ვხედავ. ჯერ ვერ ვითევზავეთ. იქ იმდენი ნაგავია, საშინელება. და გადავწყვიტეთ დავასუფთავოთ. მაგრამ დახმარება გვჭირდება. ეტლი, თქვენს განკარგულებაშია, წავიდეთ, დამხმარეები მოვიყვანოთ. 32, 33, 34, 35, 35. ახლა შენი ჯერია ტრაკ. 1, 2, 42. მე გავიმარჯვე. კი, მაგრამ როგორ ითვლი ეს თაღლითობა?
როგორც შემიძლია ისე ვითვლი. ორჯერ ორი რამდენი იქნება? სადღაც ასე 7. 8. ასეც ვიცოდი. ბოლ, ხედავ, განსწრახარ გვატყუებს. ყველას მოგესალმებით. თქვენი დახმარება გჭირდება. ტბასთან მივედით იქ კი? რა საშინელება? ო, მაგრამ ჩვენ ამას თავს გავართმევთ. ნაკავი იყოფა ბიოდეგრადირებად და არადეგრადირებად ნარჩენებად. ეს ბიოდეგრადირებადი ნაგავია. ეს კი არა. ერთი მეორისგან უნდა განცალკევდეს. ბიორა? ბიოდეგრადირებადი ნაგავი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. ის უნდა შევაგროვოთ და დავმარხოთ. დანარჩენი კი სანაგვე კონტეინერში წავიღოთ. ტრაკ, შენ პლასტმასსა და შუშის ბოთლებს მიხედავ. ბულ, შენ დანარჩენ ნაგავს ერთ ადგილას მოაგროვებ. თორ, შენ ორმოს ამოთხრი, შემდეგ შენ და ანკი მიწას გაასწორებთ. ზერ, შენ სიმაღლიდან გაგვაკონტროლებ. და მე რას დამავალებთ? მე რა უნდა გავაკეთო? თორსა ანკი სიმადგილის გასწორებაში დაეხმარები, სადაც ნაგავს დავმარხავთ. ტურბოზავრებო, წინ! მიდი! აი იქ, მარცხნივ კიდევ ერთია. მე მიმიშვი გთხოვ, ჩემი პროტექტორი ლამას გვალსტობებს. ყველაფერი შევაგროვეთ. ახლა ბული ამ განს სანაგვე კონტეინერებთან მიიტანს და არ დაგავიწყდეს პლასტმასი და შუშა სხვადასხვა კონტეინერში უნდა ჩაყარო. ტრაკი სად არის? კარგად ვიმუშავე და ახლა თევზაობის დროა. ნავის გარეშე რა თევზაობა იქნება? ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. ამ საცურაო საშუალების ასაწყობად გამოვიყენე 1, 2, 5, 7, 20, 100, 500 ბოთლი. ახლა ვნახოთ, ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს. გამოწვევა მიღებულია. გუშინ კარგად ვიმუშავეთ. ახლა გარშემო სილამაზეა. ვინმემ რომ ისევ დაყაროს ნაგავი? არი ნერვიულად. საჰაერო მზვერავი ყურადღებით იქნება და სიგნალს გაგზავნის. მერე კი ტრაკი აი ასე მოიქცევა. მიდი ტრაკ! და პეტრომები თავის ნაგავთან ერთად აორთქლდებიან. მართალია. სორია. მითხრა რა ჩვეულებრივად გამოიყურებით და ეს გულსაბნევით ძალიან გიხდებათო. გულსაბნევი? რომელი გულსაბნევი? ღმერთო ჩემო. დავკარგე. ბებია, არი ნერვიულო. გაიხსენე ბოლოს სად ნახე შენი გულსაბნევი. ბებიამ თქვა, როცა საპარიკმა ხეროდან გამოვიდა, გულსაბნევი ეკეთა. ესე იგი შემდეგ დაიკარგა. ხო, მაგრამ პეტია, ბებია დღეს რამდენიმე ადგილას იყო, გულსაბნევის პოვნა ადვილი არ ექნება. შეუძლებელი არაფერია, დახმარება დაგჭირდება.
საპარიკმა ხაროდან ბებია ამ გზით წამოვიდა. აი აქ შეუხვია. მოედნის შემდეგ კიდევ ერთხელ შემოუხვია და სავაჭრო ცენტრამდე მოვიდა. სახლში ტაქსით დაბრუნდა. ძღოლს დავურეკეთ. გითხრა რომ მანქანაში გულსაბნევი არ იყო. მაშინ ქალაქში უნდა წავიდეთ. ის ადგილები უნდა მოვიაროთ, სადაც ბებია იყო და ყურადღებით ვეძებოთ. მართალია. თორ, ეს შენი მონაკვეთია. ბულ, ეს შენი. ანკი, შენ კი აქ მოძებნი. მე და კატია სავაჭრო ცენტრს მოვივლით. ტრაკი აქ დარჩება. ქალაქში მისი გამოჩენა არ შეიძლება. მე რა გავაკეთო? ზერ, შენი ამოცანაა შეგვატყობინო თუ გულსაბნევს იპოვიან. პატარა, ამიტომ ყურადღებით იყავი. იდეა მაქვს. მოდი ტობიკი წავიყვანოთ. იქნებ ბებიას კვალი აიღოს და გულსაბნევთან მიგვიყვანოს. ვფიქრობ, ტობიკის წაყვანა კარგი იდეა. ტურბოზავრებო, წინ! ტობიკ, კვალი აიღე. გადი აქედან. არა, ტობიკ, სოსისი არ გჭირდება. ტობიკ, შეჩერდი, მოიცადე. რა გავიგეთ? რომ ტობიკს უყვარს სოსისი და არ უყვარს ველოსიპედები. ამჯერად რა მოხდა? სოსისი დაინახა თუ მორიგ ველოსიპედს გაეკიდა. ბიჭა, მან გულსაბნევი იპოვა. იპოვა? სად? ზერ, შეგიძლია დაეწიო. მე ყველას და ყველაფერს დავეწევი. ყველაფერი ჩემი ხიბლის დამსახურებაა. ვერავინ ვერ უძლებს. ხედავ, ახლა რა გავაკეთოთ? ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება. ზერ, ტურბოზავრები შეკრიბე. დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბულ და თორ, თქვენ წყალსადენ მილს ამოთხრით. ანკი, შენ მას ამოსწევ. გულსაბნევს ამოვიღებთ და მილს უკან დავაბრუნებთ. შენ კი ზერ, უკვე ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. ტურბოზავრებო, წინ! არის! ბებიას გაუხარდება! ძალიან ბედნიერი ვარ რომ იპოვეთ. ალბათ ადვილი არ იყო. რას ამბობ ბებია? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. გამარჯობა მეგობრებო, რას აკეთებთ? რბოლისთვის ემზადებით. მაგარია, და რა რბოლა? რბოლა დაბრკოლებებით გამარჯვებული ტურბოზავრების თასს მიიღებს. ბული, ტრაკი, ისევ ბული? აი, თოც წერია. 4 ჯერ.
თორიც არის, ზერიც. ეს დიდი ხნის წინ იყო. ახლა უკვე არ დავრბივარ. ისე აერიდან ვაკვირდები. ანკი სად არის? მისი სახელი აქ არ არის. ანკი აქ არ არის, რადგან არც ერთხელ არ მოუგია. არ უმართლებს. ანკიმ თქვა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას რბოლაში. საერთოდ ის მუხლუხა ტექნიკაა. აბსოლუტურად მართალიცაა. მას ხომ ბორბლების მაგივრად მუხლუხებიც აქვს. თქვენსავით სწრაფად სიარული არ შეუძლია. არც მე მაქვს ბორბლები, მე რა. ერთხელ მოვიგე კიდევაც. შენც შეადარეთ რაკ. შენი ერთი ნაბიჯი მის 10 ნაბიჯს უდრის. ეს ხომ რბოლა. უძლიერესი იმარჯვებს და ასე. მე იტყვით რომ მეგობრები ხართ. მითხარი დო, რამდენჯერ წაუყვანი ხარ ბუქსირით? ჰა? თორ, დინარეში როცა ჩავარდი, ვინა მოგიყვანა? აბა რა გავაკეთოთ? ერთი იდეა მაქვს. ისე ვრბოლა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მომბეზრდა. ანკი, გამარჯობა. გამარჯობა. აქ მარტო რატომ ხარ? ყველანი ტრასაზე გელოდებიან. არ მინდა. კარგი რა, ანკი. უშენოდ რა სიზამენ. ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? ანკი. ვინ ახმარება ყველას? ანკი. ჰო. ადრე იოლი ტრასები იყო. აი რთულ ტრასაზე კი სადაც ფიქრია საჭირო, არავინ არ იცის ვინ მოიგებს. არ ვიცი. შენ ხომ სინამდვილეში სწრაფი და მოხერხებული ხარ. მაგრამ მე მუხლუხები მაქვს, კატია. მათ კი ბორბლები. სხვათა შორის მუხლუხები ძალიანაც კარგია. მით უმეტეს რთულ გზაზე. მაშასე, ძველი მუხის უკან მოსახვევი იქნება. ფრთხილად იყავი. მერე კი ორმოები და ბორცვები იწყება, ამიტომ ყურადღება არ მოადუნო. ყველა მონაწილე მოემზადოს. ტურბოზავრებო? წინ! ანკი მიდი, გას მიაჭირე. რბოლისთვის ვემზადებით. ანკი ყოჩახ, მიდი სწრაფად. მიდი, ცოტა დარჩა. ანკი! ოჩახ! ანკი! გაიღიმეთ? კამერაში არ იყუროთ. არა და შეიძლება და მე ყოფილიყავი მის ადგილას. ტრაკ, შემდეგ ვრბოლამდე 1 წელი გაქვს. მოემზადე.